მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. გვიყურეთ ყოველ კვირას საღამოს 18 საათსა და 20 წუთზე. როგორც იცით, გადაცემა დარცი არის გასართობ შემეცნებითი გადაცემა, სადაც ჩვენთვის საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია მრავალმხრივ ნიჭიერი ნანუკა მიქაძე, რომელიც უკვე მელოდება იქ დგას და ახლა შევხვდები და შემდეგ უკვე გადავინაცვლებთ ჩვენ გადასაღებ სტუდიაში. გამარჯობა ნანუკა. ძალიან მიხარია რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ხარ, აი ეს. მეც ძალიან მიხარია. გავაგონოთ მაყურებელს რა საუბრობ. მეც ძალიან მიხარია. ფიქრობ რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გველოდება წინ და მაყურებელი ცოტა ხანში გაიგებს რატომ წარგადგინე როგორც მრავალმხრივ ნიჭიერი. იმიტომ რომ ალბათ უმრავლესობა გიცნობს როგორც მომღერალი, მაგრამ არა. კიდევ ძალიან ბევრი რაღაც შეგიძლია და მოდი ახლა უფრო ცლად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე და მივიდეთ. აი, აქ დავსხდეთ მომზადებულია უკვე. პირველ რიგში ტრადიციულად გითხარი ვინ არის ნანუკა მიქაძე? ნანუკა მიქაძე პირველ რიგში არის ბათუმელი გოგო, რომელიც შეყვარებულია თავის ქალაქზე, თანაქალაქელებზე, ოჯახზე, ზოგადად ადამიანებზე, სიცოცხლეზე და ხელოვნებაზე. ნანუკა დაასრულე ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის ნომერ 1 საჯარო სკოლა, შემდეგ მღეროდი რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო გოგონათა გუნდში და მაინც სიმღერით დავიწყოთ. საიდან დაიწყო შენი სიყვარული სიმღერის მიმართ? ბავშვობიდან ღიღინებდი, ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად წავიმღერე და რაღაცნაირად ჩემებმა დაიჭირეს ჩემში ეგ ნიჭი და ჩათვალეს, რომ აუცილებლად გამომივიდოდა. მერე გავიდა რაღაც დრო და ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მოვხვდი გოგონათა აკადემიურ გუნდში, რაც იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. ყველაზე გემრიელი და ლამაზი მოგონება, რაც არასდროს არ დამავიწყდება და ჩვენი ხელმძღვანელი იყო ქალბატონი მაგდა მათითაიშვილი, გეცოდინებათ, რომელიც უკვე წლებია გადაცემაში. კი, წლებია უკვე ამ საქმიანობას პროფესიონალურად ეწევა და მასთან ურთიერთობამ არა მხოლოდ სიმღერა, არამედ დისციპლინა და საქმისადმი სიყვარული გამომიმუშავა. არასდროს დამავიწყდება ის 5 თუ 6 ბედნიერი წელი, როცა კარების შევაღე სიმღერის, არტისტიზმის და ხელოვნების სფეროში. ანუ მაინც თქვენმა მშობლებმა აღმოაჩინეს თქვენში ეს ნიჭი და შემდეგ კი და რა თქმა უნდა საკუთარმა თავმა. გავიდა დრო და შემდეგ ჩააბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. რატომ ფსიქოლოგია? ალბათ ახლა გამოგადგება უფრო ურთიერთობებში ფსიქოლოგიის ცოდნა და ამაზეც გვესაუბრებ. ფსიქოლოგიაზე ზოგადად ძალიან ბევრი ვიფიქრე, რომ ამ გზით წამეყვანა საკუთარი თავი 4 წელი ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, მით უმეტეს ძალიან განათლებული ადამიანების წრეში მომიწია ამ ყველაფრის ათვისება და სწავლა. პირველ რიგში ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება განსაკუთრებულად ლამაზი იქნებოდა და შეძენდა რაღაც განსაკუთრებულ ელფერს დახმარების გაწევა სხვა ადამიანისთვის, იმიტომ რომ ბუნებითაც ზოგადად ფიქრობ ეგეთი ვარ, რომ ძალიან დიდ ძალას და мотиваციას მაძლევს სხვისთვის რაღაცის გაზიარება და დახმარება. თუმცა მე კიდევ შევიცვალე აზრი და ვიფიქრე, რომ სხვა მიმართულებით უნდა წავსულიყავ ის ბავშვობიდან რაღაცნაირად დამტრიალებ და მრავალი აზრი ხან მეგონა რომ სპორტსმენი უნდა ყოფილიყავი, ხან მომღერალი და მოკლედ საბოლოოდ იმ წერტილს მაინც ვერ მივაღწიე, რაზეც ვიტყოდი, რომ აი ეხა ზუსტად იქ ვდგავარ, რაშიც შემიძლია რომ მთელი ჩემი რესურსი ჩავდო. რეალურად მომწონს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მგონია რომ წინ კიდევ სხვა რაღაც მელოდება. ფსიქოლოგობა არ იკმარეთ, როგორც თქვით და შემდეგ ისევ გააგრძელეთ და ჩააბარეთ თბილისის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ევროინტეგრაცია და შრომითი უფლებები.
ჩვენს ქვეყანაში ძალიან საჭიროა შრომითი მიმართულებები და რატომ აირჩიეთ ეს? ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგია და შრომითი ურთიერთობები მაინც რაღაცნაირ კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა რატო მაინც და მაინც ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები დაგეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან საჭიროა დღეს ჩვენს ქვეყანაში ამის განხილვა, თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულად მარტივად მივაღწიოთ ევროპულ მოდელთან. ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები რაღაცნაირად ვფიქრობ რეფორმების კატალიზატორს წარმოადგენს ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ სწორედ ეს ქმნის შრომითი ურთიერთობების სამართლიან გარემოს, რაც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ყველა დროის ერთ-ერთი ყურადღება მისაქცევი საკითხია და აუცილებლად უნდა დაინერგოს ისეთი რაღაცები, რაც ადამიანებს შორის თანასწორობას გულისხმობს და ჩემთვის ძალიან საინტერესო საკითხია და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ მიღებული ცოდნა გამომადგება და დავეხმარები ამ სფეროს სწორად და სამართლიანად წარმართვაში. ახლა მუშაობ საქართველოს პარლამენტის წევრ ბათუმის დელეგატ, ჩვენი საყვარელი მომღერლის აჩიკო ბერიძის ბიუროს ხელმძღვანელად და აი ამ გამოცდილებაზეც რომ მოგვიყვე, ალბათ ყველაფერი, რასაც სწავლობდი ან სწავლობ, სწორედ აქ გამოგადგება და ამაზეც მოგვიყევი უფრო ვრცლად. პირველ რიგში ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა აქედანაც და სულ ჩვენს საყვარელ მომღერალს პირველ რიგში აჩიკო ბერიძეს, რომელმაც ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა, რომ ეხა მე ამ სამსახურში ვარ ჩემს ძალიან საყვარელ კიდევ ერთ ბათუმელ ირაკლი ცანავასთან ერთად და ჩვენ ერთად ვეწევით ისეთ საქმიანობას, რომელიც დარწმუნებული ვარ ცხოვრების ყველა ეტაპზე ძალიან დიდ სიამოვნებას მომენიჭებდა და აჩიკომ ზუსტად დააკავშირა ჩემი გზა იქ, სადაც მე მართლა ძალიან კარგად ვიგრძნობდი თავს, იმიტომ რომ უშუალოდ პირდაპირ კავშირშია ჩემი სამსახური ადამიანების დახმარებასთან. ჩვენთან მოდიან სხვადასხვა საკითხების განსახილად, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, კულტურული საკითხი თუ სოციალური და ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის და გადავდგათ რაღაც ნაბიჯი სასიკეთოდ, ერთად მოვაგვაროთ ეს ყველაფერი და უკვე თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოდის, რაღაცნაირად ჩვენი ბიუროს ოჯახის წევრია და თუ რაღაც გაკეთდება ჩვენი დახმარებით, ასე ვთქვათ, მათთან ერთად და ზუსტად მათნაირად გვიხარია ჩვენს ეს გამოსული საქმე და ვეცდებით აუცილებლად, რომ უფრო და უფრო წინ და უფრო სამართლიანი და კარგი ნაბიჯებით წავიდეთ და ბევრი რამ გამოგვივიდეს ერთად ამ ადამიანებთან. აუცილებლად და ჩვენი დიალოგის განმავლობაში მე შევამჩნიე და არაერთხელ ახსენე, რომ ძალიან გიყვარს ადამიანების დახმარება და ვფიქრობ ზუსტად შეერჩია პროფესია. დაუბრუნდეთ გადაცემის მთავარ ნაწილს, სიმღერას მიუბრუნდეთ ისევ. მიუხედავად შენი სიახლეებისა ცხოვრებაში, მაინც არასდროს შეგიწყვეტია სიმღერა პარალელურ რეჟიმში. რომ მოგვიყვე სიმღერის როლზე შენს ცხოვრებაში? სიმღერის როლი ჩემს ცხოვრებაში მართლა ძალიან დიდია და ვფიქრობ, რომ ბევრი ცხოვრებისეული ეტაპი ზუსტად იმის გამო, რომ მღეროდი, მაგით გადამილახავს. არა, მქონია რაღაც სიტუაციები და ცხოვრებისეული მომენტები, როცა აღარ უმღეროდი, იმიტომ რომ რაღაც გარემოებებმა შექმნა. ზოგჯერ არის, რომ ადამიანი გრძნობ დემოტივაციას, ზოგჯერ პირიქით აღმავლობის ხანა გაქვს და გინდა, რომ ბევრი სათქმელი თქვა, მაგრამ თვითონ გარემოება იმ წუთას არ გიწყობს ხელს. თუმცა საბოლოოდ მაინც ასე მოხდა, რომ დღემდე მღერი და ვეწევი ამ საქმიანობას და სამომავლოდ მინდა, რომ უფრო მეტად ისმოდეს, ასე ვთქვათ, ჩემი ხმა და ის სათქმელი თქვა, რასაც ვგრძნობ. ანუ რეალურად ყველა მომღერლისთვის ალბათ ყველაზე დიდი იარაღია სიმღერა იმისთვის, რომ თქვან ის სათქმელი, რასაც მათ ცხოვრება აგრძნობინებს. ახლა ოჯახის როლზე რო გვესაუბრო, იმიტომ რომ სოციალებიდან ხედავთ რამდენად მოსიყვარულე შვილი ხარ და ოჯახის როლზე რო გვესაუბრო შენს ყოველდღიურობაში. ოჯახის როლი ვფიქრობ ჩემი ცხოვრების საწყისი და დასასრულია. ყველაფერს მოიცავს. სანამ ჩემი მშობლები და ჩემი ოჯახის წევრები კარგად არიან და ჯანმრთელები არიან, ყოველი დღე ჩემთვის არის ვერ გეტყვით, მადლიერებით სავსე, არაფერი სხვა ჩემზე არ მოქმედებს. ვარ ზოგჯერ მოწყენილი, სევდიანი ვარ, ძალიან ბედნიერი, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება, რომ ვარ ძალიან მადლიერი იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის წევრები ჩემს გვერდით არიან დღეს. ყავს დანაკლისი ორი ბებოს სახით, რომლებიც ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ ჩემს ცხოვრებაში და ჩემთვის გადაუახავი სიტუაცია ეგ და ვფიქრობ, რომ
საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე უფრო სევდიანი და წარუშლელი მოგონება არაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებას ვაგრძელებთ მე და ჩემი ოჯახის წევრები და იმათ სათქმელს მე ვეცდები, რომ რაღაცნაირად ყოველთვის ვთქვა. მოსიყვარულე ვარ შეძლების დაგვარად, ასე ვფიქრობ და ისინიც ასე ფიქრობენ. უბრალოდ ჩემი თავის დახასიათება დიდად არ მიყვარს, მაგრამ შეუძლებელია და ამით ყოველთვის ვიამაყებ და ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე ვარ ისეთი მშობლების შვილი, რომელი მიზეზით მთელი ცხოვრება მეყოფა, რომ ვიყო ძალიან ამაყი. რეალურად რაც თუ კარგი თვისება მაქვს ცხოვრებაში და კარგი გამიკეთებია და შემდეგ დამინახავს, რომ ეს სიკეთე შეიძლება წინ დაგხვდეს, ყველაფერი არის ჩემი დედის და მამის დამსახურება და მინდა რომ ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატო მთელი ცხოვრების მანძილზე და მადლიერება მათ მიმართ, იმიტომ რომ რაც მე ჩემს ოჯახში მესმოდა და რასაც ვუყურებდი, აქედან გამომდინარე შემიყვარდნენ ასე ადამიანები და მათზე დახმარებაც. ახლა ისე ისაუბრეთ, არ ვიცნობ თქვენ მშობლებს, მაგრამ დაუსწრებლად მეც შემიყვარდა და მოკითხვა. მართლა საამაყოა და ძალიან სასიამოვნოა ასე რომ საუბრობთ ოჯახზე. ახლა გადავიდეთ მეუღლის როლზე. როგორი მეუღლე ხართ? და ასევე ხართ ძალიან აქტიური და როგორ ეგუება ამას თქვენი მეუღლე? მე როგორი მეუღლე ვარ, ვერ დავახასიათებ, ალბათ თვითონ უფრო კარგად ისაუბრებ და ამ ყველაფერზე, მაგრამ თვითონ არის მე ვიტყოდი ჩემი აღმოჩენა და პირველ რიგში იდეალური ადამიანი, რომელსაც საკმარისია რომ შეხედო და მიხვდე, რომ მასში არის დაბუდებული ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ჭირდება მეორე ნახევარსო იყოს ბედნიერი. და ჩემი პატივსაცემი, უსაყვარლესი, კეთილი, რაც მთავარია კეთილი და უერთგულესი ყველანაირ საკითხში, კარგი ბათუმელი მეუღლე. ძალიან კარგია. აი მე ვხედავ, მე მგონი თქვენ მეუღლეს აქ გულშემატკივრობთ. დადის უბრალოდ ვცდილობთ, რომ კადრებში დიდად არ გამოჩნდეს, იმიტომ რომ ერთმანეთს რო ვუყურებთ, ასე დროს გვეცია. ხო, ნუ ეს ხდება ხოლმე. ახლა ძალიან მაინტერესებს თუ გაქვთ საოცნებო სცენა, სადაც იმღერებდით სოფლიოს მასშტაბით. ასე ერთ კონკრეტულ სცენაზე არასდროს არ მიფიქრია. თუმცა ჩემი ყველაზე საყვარელი ქვეყანა არის იტალია, ხასიათობრივადაც ძალიან ვემთხვევი რაღაც იქაურ ტემპს და ხალხს და სიამოვნებით დავდგებოდი დიდ სცენაზე, ვიმღერებდი ორკესტრთან ერთად და მერე უკვე ალბათ შევხვდებოდი ჩემს ყველაზე საყვარელ ლეგენდარულ შემსრულებლებს და მათთან ერთად რაღაც მოწიწებით ერთ დუეტსაც სიამოვნებით გავაკეთებ. მაგალითად, ქალ შემსრულებელში ახლა გამოვყოფთი ალიშა ქის. ნუ წასულებს და გარდაცვლილებზე რო აღარ მივდგეთ, რომლებიც პოპის და ჯაზის და როკის ლეგენდები იყვნენ. წარმატებებს გისურვებთ, მჯერა რომ აუცილებლად დადგებით თქვენ საოცნებო სცენაზე. ახლა გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, ხო არ გაქვთ რაიმე გეგმები და ნუ თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არ არის და თუ გაგვიმხელთ მე და ჩემს მაყურებელს, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით. ჯერჯერობით მივყვები აი ამ სასიამოვნო დინებას, რომელიც ახლა ჩემს ცხოვრებაშია. მალე იგეგმება ძალიან კარგი საღამო კონცერტი ვაჟა აზარაშვილისადმი მიძღვნილი. და ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა, იმიტომ რომ იქ იქნება არაერთი გენიალური შემსრულებელი და მე მათ გვერდით მომიწევს დგომა და გრძელვადიან პერსპექტივებში ვფიქრობ რაღაცის შექმნას, რაზეც ყოველთვის ვფიქრობდი და ასე ვთქვათ, ვოცნებობდი და ამას უკვე მერე გაგიზიარებთ, როცა პროდუქტი მექნება ხელში. აუცილებლად ველოდებით მაშინ. მონაწილეობთ სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში. და აი ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ გამოცდილებაზე. 18 წლის ვიყავი, როცა მივიღე სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა და ზუსტად იმ პერიოდში ვეზიარე ქართული სიმღერისადმი ძალიან დიდ სიყვარულს, იმიტომ რომ პირველად რომ მომიწია ჩვენი საუცხოო ნაწარმოების შესრულება, რომელიც მაშინაც ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნოდა სხვათა შორის ასე დაემთხვა რაღაც და დღესაც ძალიან მიხარია რომ კიდე მექნება მაგის საშუალება რომ შევასრულო.
ვიყავი შედარებით მოუმზადებელი. მაშინ ალბათ კიდევ ვერ ხვდებოდი და ვერ ვიაზრებდი რა იყო საჭირო აი რამხელა რესურსის ჩადება. იმიტომ რომ ცოტა ისეთი პერიოდია 18 წელი, ზუსტად ძიებაში რო ხარ, ყველაზე მეტად რა გინდა. თუმცა მაშინ ეს ყველაფერი მოხდა ძალიან შემთხვევით. ბაბუაჩემმა მიყიდა მიკროფონი, რითიც დავიწყე შესრულება ქართული სიმღერების და მისი დაჟინებული თხოვნით შემდეგ გავედი პროექტის შესარჩევ ტურში, სადაც ესე შემთხვევით გადავლახე ყველა ბარიერი და დაიწყო აქედან ჩემის კიდევ უფრო ღრმა სიყვარული სიმღერის მიმართ. ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და გამოვიმუშავე და მოკლედ ეგეც ძალიან კარგად მოსაგონია ჩემთვის. ახლა გადავიდეთ ჩვენი გადაცემის ყველაზე გასართობ ნაწილზე, ბლიც კითხვებზე, სადაც მაყურებელი უფრო სხვა კუთხით იცნობს ჩვენი გადაცემის სტუმრებს. პირველი კითხვა. დავიწყოთ ცოტა ბანალურად, მაგრამ საინტერესოდ. საყვარელი ფილმი. საყვარელი ფილმი. ძალიან ბევრი საყვარელი ფილმი მაქვს სიაში, მაგრამ ალბათ სინემა პარადიზი. სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად გახასიათებთ. ფიქრობ, რომ ძლიერი ვარ. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებთ? რომ შემეძლოს დროში მოგზაურობა. ძალიან საინტერესოა მართლა, მეც ვიქონიებდი მაგ უნარს, რატომ ისურვებდი დროში მოგზაურობას? ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს ძველი ხანა. აი, თითქმის ყველა ქვეყანაში რა ხდებოდა მაშინ, როგორ იმოსებოდნენ ადამიანები, როგორი კულტურა ჰქონდათ, როგორი ურთიერთობები არსებობდა, აი ამ ყველაფერს შევიგრძნობდი, დავინახავდი და იმ სასახლეებშიც ვიცხოვრობდი ძალიან დიდი სიამოვნებით, სადაც ცხოვრობდნენ და მაინტერესებს რანაირად ხდებოდა მან და ნებისმიერი დღის ნაწილი როგორ იწყებოდა და რა ბრძოლები იყო, აი თუნდაც ის ომიანობის პერიოდი უბრალოდ დაჯდე და უყურო ამ ყველაფერს როგორც ფილმს. მართლა საინტერესო, ანუ უფრო ბევრად შორეულ წარსულში მოგზაურობ. სამყაროში საკვები რო აღარ იყოს, რომელ მწერს შეჭამდით? ალბათ ვერცეთ. ვერცეთ, ხო? მართლა მეცოდე. მე მეზიზღება და ამიტომ შერი მოვხდებოდი. შემთხვევით შეცდომით თუ გაგიგზავნიეთ ტექსტური შეტყობინება არასწორ ადრესატთან. კი. კი ხო? კი, ცოტა ხანი პაუზა რო იყო, მეთქი იტყოდით არა, ალბათ ცოტა გამიკვირდებოდა. ძალიან ბევრჯერ. ჯერათ თუ არა წინა ცხოვრების. იმდენად სასწაულებრივია ზოგადად ცხოვრება, რომ დაუჯერებელი არაფერია. ხო, გამორიცხულიც არ არის. გამორიცხული არ არის, რომ ისევე როგორც შეიძლება კი არა მომავალშიც სადღაც გარდავიქმნებით და რაღაც გაგრძელდება. ვინმე ვინც შენთვის ძალიან საყვარელია და უკვე აღარ არის ცოცხალი, თუნდაც წინა საუკუნიდან გამოჩენილი ადამიანი, ვისთან ისურვებდი შეხვედრას და რაზე ისაუბრებდი? ქართულს დავასახელებ, რა თქმა უნდა. ჩვენი ბუმბერაზი კომპოზიტორი გია ყაჩელი. შევხვედრივართ, რაღაც პატარა კომუნიკაციაც მქონია, მაგრამ შევხვდებოდი და უფრო სხვა კითხვებს დავუსვამდი ამჯერად. მუსიკის შექმნის პროცესთან მეც ვიცნობდი და მართლა ალბათ ძალიან ამაყი ვარ, რომ ვიცნობდი. მართლა არ ვიცი, ადამიანი ხო იყო ძალიან კარგი, მაგრამ კომპოზიტორი კიდევ საოცრება და კარგი გადაწყვეტილება. მეც დიდი სიამოვნებით ჩამოგიერთდებოდით საუბარში. და ახლა ბოლო კითხვა, ჩვენი ბლიც კითხვების. ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ გქონდეთ, პირველი რას კითხავდით და რას ეტყოდით? ალბათ კითხავდი აი რომ შემეძლოს შეხვედრა და მე ისევ რომ დაუბრუნდე ცხოვრებაში, კითხავდი აი რა რჩევას მომცემდა რომ ადამიანებისთვის მეთქვა ერთი რაღაც, რითიც ჩვენ შევძლებდით ერთმანეთის სიყვარულს, გაერთიანებას, გვერდში დგომას და პირველ რიგში იმის გამორიცხვას, რომ ერთმანეთს ხელი უნდა ვკრათ რაღაცების გამო. აქაც მოვისმენდი პასუხს და გავუზიარებდი ყველას. აქაც დაამტკიცეთ ის, რომ ალბათ თქვენთვის პირველი და პრიორიტეტული არის ადამიანების დახმარება.
და ურთიერთობა და ზოგადად ადამიანები, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საკუთარი თავისთვის ცხოვრება ეგ ცხოვრება არ არის. ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ემოციები, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ საწყისები ვართ იმის, რომ ერთმანეთს ბედნიერება მივანიჭოთ და მოგვინდეს ცხოვრების გაგრძელება. მადლობა ძალიან დიდი, ვფიქრობ ძალიან საინტერესო დიალოგის და ბლიცკრიგების ჰქონდა. მაგრამ სანამ დავასრულებდეთ ჩვენს დიალოგს, მანამდე ჩვენი გადაცემის შემოდგენელი ნაწილია შემეცნება, ამიტომ პატარა ვიქტორინა გვექნება, სიმღერის შესახებ და მოგესმენინებთ რამდენიმე ნაწარმოებს, თქვენ უნდა შეეცადოთ და გამოიცნოთ და ვნახოთ რამდენი ნაწარმოებს გამოიცნოთ სწორად. პირველი ჩავრთოთ. ნაწარმოებია. სწორია. სენტიმენტალური ტანგო ვაჟა აზარაშვილის. ეს ალბათ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი. 5 წამზეც არ მიდის ნაწარმოები, ისე უცებ. იქ ვფიქრობ ყველა ქართველმა ეს თემატურია. კი, რა თქმა უნდა. ენიო მორიკონე. სინემა პარადისიდან ისე ჩვენი საყვარელი. 2 წამზე გამოიცნო ყველა, მე მგონი. მართლა საოცრებაა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ დაგვიფრეთ დრო. პირიქით მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ბევრი ისეთი კითხვა იყო, რამაც კიდევ უფრო ჩამაღმევა საკუთარ თავთან და დამაფიქრა რაღაცებზე. მიხარია. და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და მეც მინდა რომ ძალიან ბევრი წარმატებები გისურვო ნებისმიერ საქმიანობაში, იმიტომ რომ გიხდება. მადლობა. ლამაზი ხარ და ყველაფერი გამოგდის ისე როგორც ასიამონებს ნებისმიერ ადამიანს. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, ძალიან დიდი მადლობა. ახლა ჩვენ შევხვდებით ნანუკას მეგობარს, რომ გავიგოთ ყველაფერთან ერთად და ამ ნიშთან ერთად როგორი მეგობარია და აქვე გველოდება და მოდი ესეც გავარკვიოთ. გამარჯობა. გამარჯობა. დაიმაგრე. ჩვენ გვაინტერესებს, ის უკვე გავიგეთ როგორი ნიჭიერია და მრავალმხრივია ნანუკა, მაგრამ ახლა უფრო ვცლად მოვისმენთ მეგობრისგან როგორი მეგობარია. პირველ რიგში ნანუკაზე რაც მახსენდება, ეს არის გულწრფელობა და ის რომ ადამიანი არის გულწრფელი მართლა მე იმედება. კიდევ ის რომ ბავშვობიდან გვზობ იდენტობას მასთან და რაღაცა ეს იდენტობა მოდის დღემდე და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ასევე არის ყველაფერთან ერთად საოცარი მსმენელი, რაც დიდი კომფორტია და მეთანხმები ალბათ მეგობრობაში და არ მჭირდება რაღაც წინასწარი განწყობის შექმნა ან რაღაც შეფასების შიში არ მაქვს, რომ აი ნანუკას რაღაცას ვეტყვი და ის შემაფასებს, ანუ ეგ არის კომფორტი ჩემთვის ამ ურთიერთობაში, რომ შემიძლია ისეთი მივიღოს, როგორიც ვარ და რა ვიცი, აი ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია კიდე რა. ახლა ნანუკამ ძალიან ბევრჯერ ახსენა, რომ ადამიანების დახმარება არის მისთვის მთავარი და რაღაცა რომ დაგჭირვებია, როგორ გეხმარება. ერთი ზარით საკვალისია და უბრალოდ ანუ წინასწარი განწყობას როგორც თქვი, არ არის შესაქმნელი რა. აი უცებ შეუძლია, რომ ჩემს გვერდით გაჩნდეს მართლა. ან უცებ შეუძლია, რომ ისეთი სიტყვა მითხრა, სადაც ჩემთვის ძალიან საჭიროა მაგ მომენტისთვის და ეს მოდის ბავშვობიდან. ეს რაღაცა არის გზნობა, აი რო ეძახე soulmates და fluidებს ზუსტად ეგ ვაკავშირებს და ეგ უხილავ იძახებებია ჩვენ შორის, რომ ერთი გამოხედოთ საკმარისია, რომ მივხვდეს, რომ უბრალოდ ძალიან მჭირდება და ან უბრალოდ სიჩუმე მჭირდება, ან უბრალოდ რჩევა მჭირდება, ან რაღაცის გაზიარება მჭირდება. მაგიტომ ამბობ, რომ ძალიან კარგი მსმენელია. ანუ ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი მეგობარიც ყოფილა, ეს უკვე გავარკვიეთ. ეხლა მაინტერესებს მეგობრის შეფასება, როგორი პროფესიონალია მის ნებისმიერ სფეროში. ძალიან ბევრი მიმართულებით. აი, რაც ყველაზე მეტად მომწონს ნანუკაში არის ის, რომ რაღაცას თუ გადაწყვეტს, რომ ეს უნდა ავიღო ეს პასუხისმგებლობა, ის მიყავს ბოლომდე. და აი ნებისმიერ საქმეში ეგრე არის რა, აი როგორც პროფესიულად რო გადაწყვიტა რა უნდა, აი მაგალითად თუნდაც სიმღერა ავიღოთ ხო, უნდა და ამას აკეთებს მთელი გულით და სულით და შეუძლია რომ ყველაფერში ჩადოს ეგ ყველაფერი, აი მთელი გულით აკეთებს მაგ ყველაფერს და ეგ ძალიან მაგარი თვისება რომ პასუხისმგებლობის ბოლომდე მიყანა შეგიძლია სიამოვნებასთან ერთად. ნამდვილად და ბოლოს ხო ვერ გაიხსენებდი რამე სასაცილო ან საინტერესო ისტორიას ნანუკასთან ერთად ბავშვობის მეგობრები ხართ, როგორც გავიგე და ნუ ბევრი გექნებათ ეგეთი მოსაგონარი. ჩვენი ურთიერთობა ზოგადად და ჩვენი შეხვედრა იწყება სიცილით და მთავრდება სიცილით.
რაც ანუ იშვიათად რომ მეგობრებში ეგრე ყველასთან მქონდეს რა და აი ნანუკარი გამორჩეული მაგკუთხით და სულ ეგეთი ისტორიები გვაქვს. ეგრე ხა კონკრეტული რო გითხრა რომ ახსენდებათ გობერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვაქვს ბავშვობიდან მოყოლებული, აი მოგზაურობები, რაღაცა დრამატურგია, ვითო თეატრებს ვდგამდით, მე ეგ მღეროდით, მე ქუჩაში გამოვდიოდით, იქ რაღაცა სულ ვიცინოდით, აი სულ ყურადღებით ცენტრში ვიყავით, იმიტომ რომ მარტო ჩვენი სიცილი ისმოდა ყველგან. და ეგეთი ძალიან ბევრი მომენტი რა, მართლა სიცილით იწყება და მთავრდება ჩვენი ყოველი შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი მეგობარია ნანუკა, როგორც გავიგე და წარმატებებს გისურვებთ ორივეს და ასე იყავით სულ, იმიტომ რომ მართლა კარგი მეგობარზე კარგი არაფერი არ არის. და მეც ვისურვებდი, რომ ყველას ყავდეს ერთი ნანუკა სახლში, ოჯახში, სამეგობროში, იმიტომ რომ საჭიროა ეგეთი ადამიანი მართლა გულწრფელი პირველ რიგში და ძალიან კეთილი. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ.